საღამომშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია საინფორმაციო პროგრამა დღის ქრონიკა. ახალ ამბებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე ნინო ვართაპეტიანი გაგაცნობთ. ბორჯომში კომპანია X ჯგუფის დამფუძნებელი დააკავეს. ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ოფისში დღეს 14 ივლისს დილით აიყვანეს. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კომპანიის ოფისსა და დაკავებულის საცხოვრებელ სახლს ამ დრომდე ჩხრეკენ. ამჟამად იგი ახალციხეში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულის მონახულებას მისი ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე აპირებს. მისი ინფორმაციით ნიკოლოზ მეტრეველი ბაკურიანის მიწების საქმეზეა დაკავებული. კომპანია X ჯგუფმა იმ ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები მოამზადა, რომელთა რეგისტრაციაც გამოძიებამ უკანონოდ ცნო. გარდა ამისა, ნიკოლოზ მეტრეველი ბაკურიანის მიწების საქმეში ბრალდებულებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა. საქმეს სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. უწყება აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ეს არის ჩვეულებრივად სახელმწიფოს მხრიდან ტერორი, მეტი არაფერი, იმიტომ რომ აქ უკანონობა საერთოდ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი მე როგორც ვნახე, არაფერი ადგილი არ აქვს. მეც გეტყვით ახლა, გარდა იმისა, რომ აი ამ საქმეზე ადრე ბრალდებულების, რომელთაც საპროცესო შეთანხმება, იმიტომ რომ პატიმრები იყვნენ, სასწრაფოდ გაფორმდა, 14 დღიანი ვადაც კი დაარღვიეს და ის 14 დღიანი ვადა 7 დღეში დაირეგისტრირა სახელმწიფო მიწები და ეხლა არის საერთოდ სასწაული. დღეს ჩატარდა ჩხრეკა როგორც სასამართლოს ნებართვით. ნიკა მეტრეველის სახლში 100 აქვს სასამართლოს მიცემული ნებართვა. მათ ნიკა მეტრეველის სახლიც გაჩერკეს და გაჩერკეს ნინო მაისურაძის სახლიც. ეს სისხლის სამართლის დანაშაული ნებართვა ნინო მაისურაძის სახლის გაჩერკვაზე არ ქონდათ და ამოღებული პროცესორი, კომპიუტერი და რაც იყო ნინო მაისურაძის სახლში, მის კუთვნილება ნიკა მეტრეველზე გაცემული ნებართვით არ გაჩერკილი. ასეთი რამე შეიძლება არ არის დანაშაული ამათთვის, მაგრამ ასეთი რამე ესეთ არ მსმენია. ნინო მაისურაძე ვინ? ნინო მაისურაძე სიდედრია მისი და ცალკე სახლი აქვს, ცალკე გადასახადებს იხდიან. თვითონ ნიკას თუ შეხვდით. დიახ, ის არ ცნობს თავს დამნაშავედ, ამბობს რომ ეს არის უბრალოდ დაკვეთა და დაკვეთის მეორე მხარეს ვინდგას ალბათ ნელ-ნელა გამოჩნდება. აი ამ ბაკურიანის მიწებს სასწრაფოდ ალბათ მე ვიღაცა რომ ერთლარად გადაიფორმებს, ან არ გადაიფორმებს, მაგრამ სახელმწიფოს დარჩება და დავაკვირდებით მე ვინ აიღებს ამას, იმიტომ რომ ეს ტერიტორია არავის არ მიუთვისებია. მით უმეტეს ნიკა მეტრეველი ვერავის ვერაფერს ვერ მიათვისებინებს, ვერც თაღლითურად ვერ გამოართვა და ვერმეს ვერ მიცემდა. დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბორჯომში პარტიის სამოქმედო გეგმის ეკონომიკური ნაწილი წარმოადგინა. მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე შეხვდა. პროგრამის ეკონომიკური ნაწილი კი მათ რომან გოცილიძემ გააცნო. პარტიის სამოქმედო გეგმის ეკონომიკური ნაწილი მხარდამჭერებს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ბორჯომში გააცნო. დასაქმება, ხელფასები, პენსიები, საგადასახადო შეღავათები, ჯანდაცვა და განათლება. ეს ის ძირითადი მიმართულებები იყო, რომლებზეც აუდიტორიას ესაუბრნენ. შემცირდება გადასახადები, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესს მიეცემა თავისუფლება და ზოგიერთი კატეგორიის ბიზნესის საერთოდ გათავისუფლდება გადასახადებისგან. პენსია პირველივე დღეს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 50 ლარით გაიზრდება და შემდეგ ყოველწლიურად მოხდება მისი მატება. ასევე ყველა ადამიანს ექნება ძალიან სერიოზული სადაზღვო პაკეტი ჯანდაცვის, სადაც გარდა სხვა სახის მკურნალობისა დაფინანსებული იქნება მედიკამენტების ხარჯებიც. ანუ ეს პროგრამა შევა ყველა ოჯახში და ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს მასში. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომის ოლქში ტარიელ ლონდარიძემ მთავარ პრობლემად ბორჯომში დასაქმებას ასახელებს და არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს. ძალიან ბევრი ბორჯომელი და ბორჯომის მოსახლეობა თუნდაც სოფლებში განიცდიან დაუსაქმებლობას, რაც რა თქმა უნდა მათ მდგომარეობას და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა ეტაპობრივად დაიძლიოს და ბევრმა ბორჯომელმა ჩვენი პროგრამით, ჩვენი განხორციელების შესახებ ეკონომიკის მიმართულებით მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ მოიძიონ შესაბამისი დასაქმება და უზრუნველყოს საკუთარი ოჯახების საკუთარი შემოსავლა. და დარწმუნებულად ბორჯომის მოსახლეობა ჩვენ უმრავლესობით დაგვიჭერს ხაზს და ჩვენ ოღონდ გავიმართებთ. შეხვედრას პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. მომავალი თაობისთვის იქნება საუკეთესო ცხოვრება, უკეთესი იმედებით, უკეთესი ყველაფრით, რომ მე მაგალითად კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამ ნაციონალური მოძრაობით. ნაციონალური მოძრაობა ბორჯომში სამომავლოდ კონკრეტულად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამოქმედო გეგმის წარდგენას გეგმავს.
ფეკალური მასა, საშინელი სუნი და ანტისანიტარია. ეს ბორჯომში ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებლების ყოველდღიურობაა. ადგილობრივები დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას უკვე 10 წელია ითხოვენ. როგორც აცხადებენ, წყალმომარაგების კომპანიასაც მიმართეს და მუნიციპალიტეტის გამგეობასაც, თუმცა უშედეგოდ არაერთი დაპირების მიუხედავად პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. მოსახლეობამ ამჯერად საკითხის დაინტერესება და თემის გაშუქება ტელეკომპანია ბორჯომს თხოვა. ბორჯომში ფიროსმანის ქუჩა ნომერ 16-ში მცხოვრებლებს უკვე 10 წელია საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აქვთ. მათი განცხადებით ფეკალური მასა გზაზე მოედინება. ანტისანიტარია და საშინელი სუნი დისკომფორტს განსაკუთრებით ზაფხულში უქმნით. მოსახლეობის თქმით, ამ ქუჩაზე ბავშვები ხშირად თამაშობენ. დავსწრებ ბავშვებს უკან წყალში ფეხები არ ჩადგათ ესა და მე საშინელი სისველია აგერ გამწვანებულია სულ მთელი კედლები და ის მეზობლის სახლი ნახეთ რა მდგომარეობაშია. თბილისიდან ჩამოდივარ რომ ჰაერი გადაღლავ აქვს. 2 თვე. მაგრამ მოვდივარ ხდება ასეთი ამბავი რომ აქ არის ყოველთვის ჩადისარებია, ჩატეხილი აქვს კანალიზაციის მირი და ეზოში ტრიალებს სული ტრიალებს ძალიან ცუდი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ფეკალური მასა მათი საცხოვრებელი სახლების კედლებს ასველებს და აზიანებს. პრობლემის მოგვარების მიზნით მათ როგორც წყალმომარაგების კომპანიას, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. მოსახლეობამ ამჯერად თემის გაშუქება და საკითხით დაინტერესება ტელეკომპანია ბორჯომს თხოვა. ამ ჩემს სახლის გვერდზე კედელზე რო გადის ეს კანალიზაციის წყალი გადაინგრა უკვე შიგნიდან. აი ეს ძლივს გავაღეთ, დაჭაობებული აქავრობა წლების განმავლობაში მთელი სამეზობლო ჩივის ამას ხან კანალიზაცია მოვიდა, ხან გამგეობიდან მოვიდნენ, ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს მე არ მეხება, ის მე არ მეხება და სინამდვილეში ეს უბედურება, ინფექციის გავრცელება, პლუს ეს სუნი და უბედურება. აი ეს ჩაიწერეთ და ეს აღნიშნეთ რომ დუბაი ააშენეს ოკეანეში და რა გახდა ამის გაკეთება. ტყვილი კი არ უნდა იკადრო, უნდა თქვა დღეს არ შეგვიძლია, ხო არ გავაკეთებთ. ესე იგი გუშინ ვიყავით დილაზე გამოგზავნეთ კაც. გუშინ წინ ვიყავით დილაზე გამოგზავნეთ კაც. იქ ჯდიან და ან კანალიზაცია. გამგეობაში მივედი გადაცეს იმედ. გუბერნიაში ვიყავით გადაცეს მაგათ. ხან აგური არ გვაქვს, ხან ცემენტი არ გვაქვს, ხან 2 კიკილამუშა ხანს და 30 თანამშრომელი კაბინეტებში ჯდიან. გამგეობას ერთჯერ კი არა 5 ჯერ, 6 ჯერ. განცხადებები და ყველა. განცხადები და პასუხები მოგვივიდა გაკეთდება. როდის გაკეთდება? აბა როდისა მე ჯერ იძახდე რომ ეს კანალიზაცია რა მე დაიღეს და ლაბორატორიო დაიღეს სინჯი. აბა იქიდან რომ გამოცემ არა არის. ლაბორატორია რა თქმა უნდა არ საკავრობ. მოსახლეობა პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს. ისინი ძველი საკანალიზაციო სისტემის ახლით შეცვლას ითხოვენ. ფუნდამენტურად რო გააკეთებენ და დაასხავენ ისე კი არა რო დაასხავენ ცემეთს მე კანალიზაციას გამოუშვებენ გადარეცხას წყალს გაილისა მე ვუთხარი არ შეიძლება ერთი დღე ან ნახევარი დღე ეს წყალი შევწყვიტოთ ზედაუბანი გავავთქილოთ ასე დღეში რომ ცემეთს რო დაასხავთ იმას მე კანალიზაციას მიუშვებ იქ რა იქნება ფუნდამენტი არაფერი არ იქნება იმას რომ დაახლოებით 1-40 სანტიმეტრი ამოთხარ რომ ფუნდამენტი გავუკეთო და შევა ტრუბას წყალი და გაილიზა სადაც არ გადიოდა და არ იყო რა ქვია დაზიანება ისინი გააკეთეს და ეს არ გააკეთეს თან უთხარით რამდენჯერმე და ამ ბოლოს რომ მიყვნენ მოსულები რო უთხარი რა ხდება მეთქი რატო ვერ კეთდებაო ეს ვინ გიპასუხა? არ ვიცი ვინ იყო ახლა მე არ ვიცი გამგეობიდან იყვნენ 1-4 იყვნენ მოსულები ბოლოს ბოლოს როდის? რა ხამდენ ერთი თვეა და ხო ერთი თვეა რატო არ კეთდებაო მიზეზი რა თქვეს? არ გაკეთდა ეს სახლებიო დააშენესო ზემოდანო და არ კეთდებოდა ახლის გაკეთება ხო მაინც შეიძლება რა არის ასეთ ჩვენ თანახმავართ რომ გადავიხადოთ ფული წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკანალიზაციო ჭა რთულ ადგილას დასახლებულ ზონაშია მოქცეული და სპეციალისტების მიერ შესწავლას საჭიროებდა. მათი განმარტებით საკითხი უკვე შესწავლილია და ისინი პრობლემის მოგვარებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ხვალე დავიწყებთ ვასალის მოტანას და დაახლოებით 2 წლის მანძილზე უნდა მოგვარდეს საკითხი. თუ რამე სხვა სირთულეები არ წარმოიქმნა. მე პირობას ვაძლევ ჭა აუცილებლად მოეწყობა კაპიტალურად და როგორც საჭიროა და როგორც მონტაჟის არის საჭირო გასაკეთებელ სამუშაოებს ჩავატარებთ. ახალ სისტემაზე იქნება დაერთებული და არანაირი პრობლემა არ ექნება მოსახლეობას. ჩვენ მსახურებით სულიად უფასოდ.
რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ქუჩიდან საკანალიზაციო სისტემის შესახებ განცხადება მათთან არ შესულა. გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ოჩხიკიძემ კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ბიზნესის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროექტები ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. შეხვედრას ბორჯომელი მეწარმეები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. ასევე ის პირები, ვინც მცირე ბიზნესის წამოწყებას გეგმავენ. პრეზენტაციების შემდეგ სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს. ამ ფორმატში დიალოგის გამართვის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი კორპსი იყო. ჩვენი პროექტი ეს არის აწარმოება საქართველოში, რომელიც გულისხმობს როგორც მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამას, ასევე საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას, ეს არის როგორც ინდუსტრიული სასტუმრო მიმართულებით, ასევე სხვა ბიზნეს მიმართულებებით. ინფორმაციას რა თქმა უნდა ყურმოყრულად მქონდა გაგონილი, იმიტომ რომ გადაიცემა საკონსულტაციო საშუალებებით, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი გავიგეთ. ჩემთვის პირადად იყო მაღალმთიანი სოფლებისთვის ეს შეღავათიანი პროგრამა, საგრანტო პროგრამა იყო საინტერესო, რადგანაც ახლა რამდენიმე სოფელი დაემატა ბორჯომის რაიონში. ამდენად არის ესეთი იდეები, რომელსაც ახლა ჯერჯერობით არ მოვყვები, მაგრამ ამდენად ჩემთვის ეს იყო საინტერესო ძალიან. ბორჯომში სეზონის გააქტიურებასთან ერთად იზრდება დამსვენებლების რაოდენობაც. კურორტს ადგილობრივებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც სტუმრობენ. ცენტრალური ისტორიული პარკი ამ დროისთვის ფაქტიურად ერთადერთ ადგილად რჩება, რომელსაც დამსვენებლები ზაფხულში სტუმრობენ. რას თავაზობს ბორჯომი ვიზიტორებს და რა გასართობი საშუალებების დამატებას ითხოვენ ისინი, ნახეთ სიუჟეტში. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომი საკურორტო ქალაქია, დამსვენებლები ფიქრობენ, რომ აქ არც ისე ბევრი გასართობი საშუალებაა. მათი განცხადებით, სუფთა ჰაერი და ლამაზი გარემო ტურისტებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბორჯომში ბავშვებისთვის უფრო კარგი პირობებია, ვიდრე ახალგაზრდებისთვის. ბორჯომში შეიძლება ჭირდებოდეს უფრო მეტი ატრაქციონი, ვიდრე არის. და უფრო მეტი ტურისტი მოიწყება. უფრო მეტი ალბათ ფიქრობთ გასართობი რაღაცები, რომ ბავშვები მეტად და ეხა პატარისთვის უფრო არის გასართობი და აი დიდი ვერ ერთობა. ჯერჯერობით ვაკმაყოფილებს რაც არის პრინციპში, ეხლა ჩამოვედი და ალბათ უფრო მეტი კაფე და კარგი მუსიკით უკეთესი იქნება. არ ვიცი, რაბი ფარცის მსგავსი რამე რომ მოწყობილიყო კი. შეყვადა რაღაცა. დიდებისთვის ალბათ ან კლუბი რაღაც აკვაპარკი შეიძლება. დამსვენებლების ნაწილი გასართობი საშუალებების ნაკლებობას ყურადღებას არ აქცევს. ბორჯომის ცენტრალური პარკი, აქ მდებარე ატრაქციონები და გოგირდის აბანოები მათთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. მოწყობილია ძალიან ბევრი ისეთი გასართობი ატრაქციონები. ყველა ასაკისთვის ანუ შესაფერისია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის. დილით გამოვდივართ პარკში. სეირნობთ სუფთა ჰაერზე. მივდივართ სახლში, სენივანებზე დავდივართ. ატრაქციონებია შესანიშნავი და მოკლედ ძალიან კარგად ვერთობით. ატრაქციონებია ვერთობით, აუზია ასევე. რა ვიცი, ანუ კინო და სხვა გასართობი. კლუბები და აკვაპარკი ის, რასაც ჩვენი რესპონდენტები ითხოვენ, ბორჯომში არ არის და მოხდება თუ არა მათი დამატება ჯერჯერობით უცნობია. ტურისტული სეზონი ბორჯომში სექტემბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ახლა ეთერში ამინდის პროგნოზის დროა, გაიგეთ როგორი ამინდი გველის ხვალდამომდევნო დღეებში. ხვალ 15 ივლისს ბორჯომში მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა 17, მაქსიმალური კი 32 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან მზე იქნება 10 საათზე 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 30 გრადუსამდე გათბება ჰაერი 13 საათზე. 32 გრადუსი იქნება 16 საათზე. 29 გრადუსი დაფიქსირდება 19 საათზე. 17 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა 22 საათზე. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, მზიანი ამინდია მოსალოდნელი 16 ივლისს, ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება. 33 გრადუსი დაფიქსირდება 17 ივლისს, უმეტესად მზიანი ამინდი იქნება 18 ივლისს, სითბო კვლავ 33 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანობა მოიმატებს 19 ივლისს, ტემპერატურა 28 გრადუსამდე დაიკლებს. 20 ივლისს წვიმაა მოსალოდნელი, სითბო 29 გრადუსი იქნება.
ასეთი იყო 14 ივლისის დღის ქრონიკა. ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.